აი მე მინდა რომ იდეაში ქვეყანაში უნდა იყოს ერთი ძეგლი. ერთადერთი ძეგლი უნდა იყოს. ბედნიერი ადამიანის ძეგლი. რომ აი ადამიანი ისეთი ცხოვრება უნდა გქონდეს, რომ ადამიანმა იცხოვრა, კარგი ახალგაზრდობა ქონდა, მერე კარგი სამსახური ქონდა, სიამოვნებით რომ დადიოდა, აი ვიცი, ოჯახი ყავდა, ასე ერთობოდა და რო კვდებოდა უკვე აი კარგი ცხოვრება რა ქონდა, შვილიშვილები რო გაღზარდა რაღაცა და ღიმილით რო დატოვა ეს ცხოვრება. აი ღიმილიანი ძეგლი მინდა, ხვდებით? აი ძეგლი, სადაც ადამიანი ღიმილი არის და მისი ბედნიერება არის სანიმუშო. ის კი არა რომ შეაკვდა მტერს რომელიღარ ბრძოლის დროს ხახზე ზრუნვით დაიღა გაუსხდა გული წვალებდა შიმშილით მოკვდა აი რას ძეგლებში რაც გვაქვს აი შეიძლება ადამიანი ვაფშე საერთოდ არ იყვარს მაგრამ აი ძეგლზე რაღაც აი ერზე რო ფიქრობს რომ ხო ტანჯვით რო დაიღუპა ან რაღაცა ეს იმიტომ რომ ტანჯვა არის ჩვენი ეროვნული იდეა რაღაცნაირად არა მარტო ჩვენ ბევრ ქვეყანაში არც და არის ძეგლი ბედნიერი ადამიანის დადგმული ანუ თუ არის იქ რაღაც უცნაური ძეგლია ხო აი წამოიგინე რომ შენ რო თქვა რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარო ხახი გაგრიყავს საზოგადოება ბედნიერი ხახის პარტია რო ვიყოთ იტყვი რომ გიჟები არის ბედნიერი რაღაცნაირად აი გიჟს უფრო გავს იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ აი ხო შეიძლება რომ აი სწავლა უნივერსიტეტში იყოს სასიამოვნო ეს ხო ტანჯვაა მე ნუ სკოლაში ხო ტანჯვაა და ტანჯვაა მე სამსახური როგორ შეიძლება სიამოვნების წყარო იყოს უნდა წვალობა ამიტომ ოცნებობ რომ დასვენების დღე გამოცხადდეს მთავრობა როგორ შეიძლება დასვენების დღე გიხაროდეს მთავრობის გამოცხადებული კაცო შენ თუ შენ სამსახური შენ საქმე არ იცი შენი სამსახური თუ გიყვარს შენ თუ ამით სიამოვნებას იღებ რა ვიცი დასვენების დღის ცნებაც უცნაური გექნება ანუ დღე-დაღამე სადღაც ბანკში ზიხარ და უაზროდ რაღაც ხილაკებს აჭერ და წვალობ გაიგე ადამიანი წვალებისთვის არის გაჩენილი ამიტომაც გვაქვს ასეთი ფრაზები ქართულ ენაში მე ბავშვების აღზრდა წვალობ მე იქ რაღაც ოჯახში წვალობ მე იქ წვალობ მე ჯანმრთელობის წვალობ მე რაღაც დაგემართება და ტყივილით მოკვდები და რომ აი დაგმარხავენ და ამოისურქა და სამოთხე იქნებ მე გეღირს ხო ან გეღირსება ან არა ისე ღმერთმა იცის და აქ მინიმუმ ვერ შევამოწმებთ გაიგე ხო და აი ეს წვალება არის ნაციონალური იდეა შემოტანილი, გაიგე და მე კი მინდა რომ ჩვენ გქონდეს ერთი ძეგლი ამ ქვეყანაში. ბედნიერი ადამიანის ძეგლი. და ბედნიერი ადამიანის ძეგლი ნიშნავს იმას, რომ აი ვეღაც უცნაური ადამიანი არ მოგივარდება და პანგურს არ ამოგეთქვას სოფელში უნდა იცხოვრო არ გეტყვის, გაიგე? როგორი ოჯახის გინდა ისეთი ოჯახი გექნება, როგორი სამსახურის გინდა ისეთი გექნება. ოღონდ როგორ არის იცი, აი შეიძლება შენი სრულები არ აღსრულდეს, მაგრამ აი ძალადობის ხვეპლი არ იქნება, გაიგე? შენი ბრალი იქნება თუ რამეს დააშავებს, შენი პასუხისმგებლობა იქნება ეს. მინიმუმ შანსი მაინც იქნება ხა ყველას არ გამომართლებს რაღაც დაემართება უბედური შეთქვევები ხდება რა ვიცი ხდება მაგრამ უბრალოდ ისეთ საზოგადოება გქონდეს რომ აი არ ვაწამოთ ერთმანეთი არ ვაიძულოთ ერთმანეთი ხო აი შენ რო იწვალე ეს არ უნდა იყოს კარგი